ყოველ წელს ფაცი ვუცობთ, რათა ყველაფერი მოვასწროთ ამ დიდი დღის დადგომამდე. თითქოს მოულოდნელად მოდისო შობა. ბოლო წუთებში ვხუთავთ საჩუქრებს და იმედი გვაქვს, რომ ძიას ემს წინდები მოეწონება, ხოლო დეიდა მერი კმაყოფილი დარჩება ფასტეკლებით ნაყიდი ახალი საცხობით. გეგმებს ვადგენთ შობისთვის, მაგრამ ნამდვილად მზად ვართ საამისოდ. იცოდით, რომ თუმცაღა პირველი შობა მრავალი ადამიანისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა, ღვთისათვის ეს არ ყოფილა მოულოდნელი. იესოს შობა შემთხვევით არ მომხდარა. ღმერთი წინასწარ ამზადებდა თავის ერს. იესოს დაბადებით აღსრულდა უამრავი ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველება, რაც იმის თვალსაჩინო დამოწმება იყო, რომ ღმერთს ჯერ კიდევ დროთა დასაწყისიდან ჰქონდა იესოს შობა ჩაფიქრებული. ხსნელი იქნებოდა დავითის სახლიდან, ესაიას მე-9 თავი, დაიბადებოდა ბეთლემში, მიქას წიგნის მე-5 თავი და ალბათ ყველაზე განმაცვიფრებელი ისაა, რომ მას შობდა ქალწული. ესაიას მე-7 თავი. ჰეროდეს სისასტიკეცსა და ბრძენკაცთა საჩუქრებიც კი წინასწარმეტყველები იყო იერემიას 31 თავსა და 71 ფსალმუნში. და თუ ეს საკმაოდ კონკრეტული უძველესი წინასწარმეტყველებანი არ არის საკმარისი მტკიცებულება იმის საჩვენებლად, რომ იესო მართლაც არის ემანუელი, ანუ ღმერთი არის ჩვენთან, მას სხვა 300-ზე მეტი მითითება არსებობს იესოს ცხოვრების, სიკვდილისა და აღდგომის შესახებ, რომლებიც საუკუნეებით ადრეა ჩაწერილი ღვთის წინასწარმეტყველთა წიგნებში. იესო იმდენად ბევრ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებას აღასრულებს, რომ ეს დიდად სცილდება უბრალოდ დამთხოვის ან და ადამიანური ჩანაფიქრის საზღვრებს. ყველა მტკიცებულება ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ იესო ნამდვილი მესიაა, ხოლო მისი შობა უდიდესი საჩუქარია, რომელიც დასაწყისიდანვე იყო მომზადებული და დაპირებული, როგორც ღვთის ჩანაფიქრის ნაწილი.